იმიტომ რომ ჩემი ქვეყანა მიყვარს პირველ რიგში. მეორე მე ვდგევარ ჩემ ახალგაზრდებთან, ჩემ სტუდენტებთან ერთად. ისეთ რა შეასაქმე დიქტატურას ყველაზე უფრო ეშინია ხელოვნების. ჩვენთან ცენზურა დღეს კი არ შემოვიდა. ცენზურა შემოვიდა უკვე 10 წელია საქართველოში. და ჩვენთან ხელოვნებას არ ჟიან იმით, რომ ადამიანი ნიჭიერია. ეს არის დამღუპველი. ჩვენთან ჟიან იმით, რომ ეს ერთგული პიროვნება ინიშნება თანამდებობაზე, იმის დირექტორად, თეატრის რეჟისორად და სხვა თანამდებობებზე. ეს არის დამღუპველი. და მსოფლიომ გვაჩვენა, მსოფლიო ისტორიამ, რომ ხელოვნებას ვერც ერთმა დიქტატურამ ვერ დაამარცხა ხელოვნება, ვერც საბჭოთა სისტემამ ვერ თუმცა დამბევრი მოსპო. ვერ ჩვენთანაც საუკეთესო შვილები 37 წელში დახვრიტეს ჩვენი, ხო? ვერც გერმანიაში ჰიტლერის დროს. და რა გვახსოვს ჩვენი ქვეყნების ისტორიიდან? ხელოვნება გვახსოვს. ჩვენ იტალიიდან რა გვახსოვს? მიქელანჯელო გვახსოვს, ლეონარდო ვერდიდან. ვინ იყო მაშინ მართველი თუ მეფე, არავის არ ახსოვს. იგივე ეხება გერმანიას, იგივე ეხება სხვა ქვეყნებს. და ამიტომ მე ქუჩაში იმიტომ ვდგევარ, რომ მე ვთვლი, რომ ჩემ ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია აი ეს ახალგაზრდობა, რომელიც უშიშარია აბსოლუტურად. მე ვუთხარ, პატასაც ვუთხარი, რომ ამათ ეს თაობა ვერ გათვალეს. ეგონათ ორიანს დაუწერ ლექციაზე არ შეუშვებ და გაჩვენებ. ვერაფერს ვერ უზავენ, ამათ ვერ გააჩერებ. ამათია მომავალი, იმათი არ არის. აი ელემენტარულად რო შეხედო, ვისია მომავალი ქვეყნის, ეხლა არ შეიძლება იმათი იყოს მომავალი. მომავალი არის აი ამ ახალგაზრდების, რომლებიც განსხვავებით სხვათა შორის ძველი მიტინგებისგან, აი 90-იან წლების, ეს არიან განათლებულები, იციან ენები, ბევრს მოგზაურობენ, ენები იცეს, თქვი ენები იციან. ბევრი მუშაობს უცხოურ კომპანიებში, ბევრი მუშაობს საზღვარგარეთ და იმათ უნდა ნორმალურ სახელმწიფოში ცხოვრება. სადაც ყველას ექნება თავისი უფლება, სადაც ყველგან ნიჭი დაფასდება, მათი ნიჭი დაფასდება და ქვეყანას წაიყვანენ წინ. სხვა ვერავინ ვერ წაიყვანს ამ ქვეყანას წინ, ამ ახალგაზრდების გარდა. ამიტომ ვდგევარ მე ქუჩაში. სხვა შორის აი თქვენ ახსენეთ ხელოვნება, რომელსაც უპირისპირდა. მე ძალიან ბევრი ვიფიქრე ამ დღეებში და მე პირველად არ ვამბობ ეხლა დღევანდელ ეთერში, ხშირად მიწევს ამის გამეორება. რაღაცნაირი ასეთი დასკვნა გავაკეთე, რომ ყველაზე მეტი დარტყმა წავიდა სწორედ ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებზე. მე ჩემთვის ფიქრობდი, რომ ალბათ ამ კაცს ოლიგარქ ივანიშვილს ეგონა მისი გაწეული თავის დროზე დახმარებების და ქველმოქმედებიდან გამომდინარე, რომ ჯიბეში ედო მთელი ეს სფერო და ხმა არავის არ უნდა ამოეღო. ისეთ რა შეასაქმე, ნებისმიერ დიქტატურას ეშინია თავისუფალი აზროვნების. და ხელოვნება არის თავისუფალი აზროვნება. ამიტომ ეშინიათ, ამიტომ მიჭერენ ამ ახალგაზრდა მსახიობებს, მუსიკოსებს, აი 300 კაცი ციხეში ზის და შემდეგ, იმიტომ რომ ამათი ეშინიათ. გეთანხმებით ხო, მაგრამ ალბათ თქო ამ კაცს ქონდა განცდა, რომ ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ხმას არ ამოიღებენ. მხატვრები ხმას არ ამოიღებენ, მსახიობები, მომღერლები, ბევრი არ იღებს ხმას, ჩუმად არის და ეხლა მე ბევრს ვიცნობ, როგორც თქვენს უყველა და აქვთ მიზეზები, ოჯახი მყავს და ისად თბილის კამიმა, თბილად ზივარ და მაგრამ ეს უმცირესობაა. უმეტესობა სხვანაირია. და ეს უმეტესობა არის ახალგაზრდობა. ეს აი ეპოქებმა ხო გაიარეს, არა, ჩვენ მქონდა მსოფლიო ომის წინ შესანიშნავი ხალხი იყო, ხო, ხელოვნებაში, მუსიკაში, თეატრში, ყველა დარგში, სამხატვრობაში და შემდეგ ეს ხალხი მოსპეს. ომის მერე აღორძინდა ეს საქართველოში. შემდეგ მოვიდა სხვა თაობა. ეხლა უნდა მოვიდეს სხვა თაობა, ახალი ენით, ახალი მეტყველებით, ახალი ხედვით. და ასე შემდეგ. ეხლა მე რო სტუდენტებს ველაპარაკები, ისინი სხვანაირად აზროვნებენ. მე კი არ ვასწავლი, მეც იმათგან რაღაცას ვსწავლობ. სხვა თაობა მოდის. აი ეს გამოტოვეს ამათ. გეთანხმებით